მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ საუბრობთ რელიგიაზე, მე ლევან სუთიძე ვარ. ჩვენ ვაგრძელებთ ქრისტეშობაზე საუბარს სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებთან. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსები, ბატონი ილია ოსეფაშვილი და ბატონი მერაბ გაფრინდაშვილი. მოგესალმებით პირველ რიგში. დიდ მადლობას გადაგიხდით, რომ მობრძანდით. ქრისტეშობა ეს დღესასწაული ძალიან ახლოს არის უკვე. და ადამიანები, რომლებიც ქრისტიანებს შორიდან უყურებენ, სვამენ ხოლმე ერთ კითხვას. გასაგებია, რომ ქრისტიანებს აქვს თავისი ისტორია სამყაროს შესახებ, ხო? ჩვენ გვაქვს ისტორია ევოლუციის შესახებ, მათ აქვს ისტორია ადამიანების შესახებ. და ადამიანები იწყებიან ადამიდან, რომელიც დაეცა, გახდა ცოდვილი და მასთან ერთად მასში დაეცა კაცობრიობა და აი როგორც მასში დაეცა კაცობრიობა, ისე ქრისტეს მიერ იქნა გამოსყიდული, ხო? და ჩნდება ხოლმე ერთი კითხვა, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, როცა ღმერთი ყოვლისშემძლეა, მას შეეძლო გაეთვალა ისიც, რომ ადამი არ დაეცემოდა და მას შეეძლო უბრალოდ გამოესყიდა შემდეგ ის ყველაფერი, რომ ქრისტე არც ყოფილიყო საჭირო ქრისტეს განკაცება. რა აზრის დევს ქრისტეშობაში? მე უკვე მერაბ თქვენგან დავიწყე. პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო ლევან, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ გადაცემებისათვის, გადაცემათა ციკლისათვის, რომელიც ხელს უწყობს იმ სტერეოტიპების ცხრევას, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არის დამკვიდრებული. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის, ძალიან საფუძვლიან ანალიზს მოითხოვს და შევეცდებით, რომ ეს თემა გავშალოთ და ვისაუბროთ შობის არსის შესახებ. პირველი ის, რა თქმა უნდა, შეეძლო ღმერთს ისე შეექმნა ადამიანი, რომ ადამიანი არ დაცემულიყო, მაგრამ ის, რაც ყველაზე ფასდაუდებელი ნიჭი არის და რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა, ეს არის თავისუფალი ნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი დაცემა მოხდა ედემის ბაღში, ადამი დაეცა, მაგრამ დაბადების წიგნის პირველივე თავებში ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ ღმერთი აუცილებლად გამოაგზავნიდა ხსნელს და დედაკაცთაგან ნაშობი გაუჭეჭყდა თავს გველს, ანუ სატანას. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ამის შესახებ აუწყებდნენ და მესიის შესახებ, ანუ იესო ქრისტეს შესახებ იყო უამრავი წინასწარმეტყველება, რომ ის მოუვიდოდა წუთისოფელში და ის გამოისყიდდა კაცობრიობას, ცოდვისაგან, საუკუნო სიკვდილისაგან. როცა ამ თემაზე ვსაუბრობ შობის შესახებ, მახსენდება დოქტორ ბილი გრემის წიგნი მშვიდობა ღმერთთან. მას აქვს ერთი ძალიან კარგი მაგალითი, სადაც გადმოცემულია ის შობის არსი. აი წარმოვიდგინოთ, თუ ჩვენ გვიყვარს ჭიანჭველები და ჭიანჭველებს ემუქრებათ საფრთხე. მაგალითად, საგზაო სარემონტო სამუშაოები მიდის და ჭიანჭველების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის. ჭიანჭველას ჩვენ რომ უთხრათ ადამიანებმა, რომ თქვენ განადგურდებით, თქვენ მოკვდებით, ჩვენს ნათქვამს ვერ გაიგებენ. თუ საგზაო ნიშნებს დავაყენებთ იქ, კიდევაც რომ შენიშნონ, მაინც ვერ მიხვდებიან, რას ნიშნავს ეს. ერთადერთი შანსი, რომ ჭიანჭველა გადაარჩინო, ჭიანჭველად უნდა გადაიქცე და ჭიანჭველის ენაზე უნდა დაელაპარაკო. ეს არის განკაცების შესახებ ქრისტიანული სწავლება. იცით რა არის, ჩვენ გვსმენია ეს ყველაფერი. მოდი, მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ მე ვითამაშებ ახლა ცოტა ეშმაკის ადვოკატის როლს, ხო? კი ბატონო. არ ესმით ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ უბრალოდ ყოვლისშემძლე ღმერთი არსებობს, არ შეგვიძლია ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელმაც შექმნა ადამიანი, რა საჭიროა მისი ჩამოსვლა დედამიწაზე, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი? რატომ არ შეიძლება როგორც სხვა რელიგიებშია, ხო? უბრალოდ გადმოუგზავნო კაცობრიობას რომელიმე წიგნი, საიდანაც ის წაიკითხავს ამ ყველაფერს. ჩვენ რატომ უნდა გვწამდეს ქრისტესი? ჩვენამდე წიგნი მოვიდა და არა ქრისტე. ჩვენ რატომ უნდა გვწამდეს ქრისტესი? ამის შესახებ
არის თვითონ მოციქულების ცხოვრება ამტკიცებს იმას, რომ ღმერთი მართლაც არსებობდა, ღმერთი იესო ქრისტე მართლაც მოვიდა ამ წუთის ოფერში. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, როდესაც იესო ქრისტე გეციმანის ბაღში შეიპყრეს, მოწაფეები გაიქცნენ, მათ შეეშინათ, რომ მათაც იგივე ბედი ელოდათ და იგივე ბედს გაიზიარებდნენ. და ყველა მიატოვა, მათ შორის პეტრე, რომელიც გულზე მჯიხს ისცემდა და ამბობდა, რომ ყველამ რომ გიღალატოს, მე არ გიღალატე. მაგრამ მანაც უღალატა. მაგრამ საეკლესიო ტრადიცია არსებობს იმასთან დაკავშირებით, როდესაც ეს შიშარა, პეტრე და იგივე სხვა მოციქულები, რომლებიც შეშინებულები იყვნენ, ისინი გადაიქცნენ ძალიან უშიშარ მებრძოლებად და უშიშარ ადამიანებად. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გადმოცემები, მხოლოდ და მხოლოდ იოანე მოციქულმა დაასრულა თავის ბუნებრივი სიცოცხლით, ანუ 12-დან 11 მოწამეობრივია დაღუპული. იუდას გარდა რა, იუდას გარდა. დანარჩენი 10-ვე, ანუ თავისი სიცოცხლით დაამტკიცეს ეს. მათ რომ არ ენახათ მკვდრეთით აღდგარი მაცხოვარი, ისინი რომ არ შეხვედროდნენ მას პირისპირ. რა თქმა უნდა, ისინი სიკვდილზე არ წავიდოდნენ. რატომ უნდა წასულიყვნენ სიკვდილზე? ამისთვის ხო არავინ არაფერს არ აძლევდა რა? არც ვერც განდიდებას ვერ მიიღებდნენ, ვერც დიდფულს ვერ მიიღებდნენ, რომ თავიანთი შთამომავლებისათვის დაეტოვებინათ ეს ფული და რაღაც ინტერესი ყოფილიყო მათ სიკვდილში. ამიტომ ერთადერთი ის ირწმუნეს, რომ ის ვინც ეუბნებოდა მათ, რომ მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ჩემი მორწმუნე კიდევაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ეს ირწმუნეს, ეს დაიჯერეს, თავის საკუთარი თვალით ნახეს, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ და ამიტომაც იქცნენ ისინი ასეთ უშიშარ მებრძოლებად. მე წყაროს მნიშვნელობა კარგად ვიცი როგორც ჟურნალისტმა, მაგრამ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ისტორიულად სწორედ იმის შესახებ, ეწამა თუ არა ეს 10 ამ 12-დან. საიდან ვიცით ეს ყველაფერი? ისტორიულად ვიცით ეს ყველაფერი, რომ მოხდა ნამდვილად. აი ამ კითხვას ვამენ ხოლმე ხშირად ადამიანები. მეუფეილია. იქნებ თქვენ გვიპასუხოთ ამ კითხვას. ცხადი ამ საკითხზე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ისტორიულად დადასტურებული ფაქტი. არსებობს გადმოცემები სხვადასხვა წყაროებით და ეკლესიამ შემდეგ გაიზიარა ეს წყაროები და დღეს მიიჩნევა, რომ მოციქულთა უმრავლესობამ სწორედ მოწამეობრივი სიკვდილი დაასრულა სიცოცხლე. თუმცა ამის შესახებ, როგორც თქვი უკვე, ცალსახა მითითებები ისტორიულ წყაროებში არ არსებობს. ანუ ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ რწმენა იმისა, რაც ძალიან რთულია, ხო? თუნდაც ანტიკური ადამიანისთვის ძალიან რთული იყო, რომ ღმერთი მამა კი არ იყო, ხო? მანთვის იყო ბატონი, არა? ღმერთი მამაა და ის აგზავნის თავის შვილს იმისთვის, რომ შესწიროს საკუთარი თავი ადამიანთა ხსნას. ანუ ჩვენ ამის რწმენასთან ერთად გვჭირდება ისტორიული რწმენა იმის შესახებ, რომ მას ყავდა მოციქულები, არა? და აი ამ ნარატივში ძალიან რთული გახდა 21 საუკუნეში, ასე ვთქვათ, რწმენის შენარჩუნება. იმიტომ რომ რწმენა გულისხმობს იმას, რომ შენ გწამს ვიღაც, ვისაც ვერ ხედავ. მაგრამ როცა გეუბნებიან, რომ შენ უნდა გწამდეს ღმერთი, იმიტომ რომ აი დაადასტურა 10-მა, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისტორიული საბუთიც ძალიან ცოტა. ეხლა კონკრეტულად ბაპტისტებს ხო არ ეხება, საერთო ქრისტიანული პრობლემაა რა. გართულ და ამის ცხოვრება. და რწმენას უშლის ხოლმე კიდევ ერთი ფაქტორი ხელს, ქრისტე განკაცდა ბაგაში. ის არ მოსულა როგორც მეფე, ის არ მოსულა როგორც მხედართმთავარი, ხო? ის იშვა ყველაზე უმწეო ადგილას, ყველაზე, სადაც სუნი იდგა, სადაც საქონელი მოძრაობდა რა. ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მოწაფეები, გვიანდელი მოწაფეები, მოციქულებს არ გულისხმობ, შეიმოსდნენ ფუფუნების ნივთებით, ეკლესია გახდა მდიდარი. ეკლესია არის უხვი ოქრო ვერცხლით, არა? და ხშირად ეს შობის სცენის ხატებია ხოლმე თავად მორთული აი ამ ოქრო ვერცხლით და იმ ხატებს რო შეხედავ, გეგონება რომ რაღაც ესეთი ძალიან ძვირადღირებულ სამშობიაროში ხდება ეს ყველაფერი, სინამდვილეში ეს ყველაფერი ხდება ბოსელში, სადაც სუნი დგას, არა? რამდენად შეიძლება შევუთავსოთ ერთმანეთს ქრისტე, ბაგაში დაბადებული ქრისტე და ქრისტეს მოწაფეები შემოსილნი ძვირფას სამოში და სიმდიდრეში. ძალიან სიმბოლურია თავად ის ფაქტი, რომ მაცხვარი დაიბადა ბაგაში. და ჩვენ თუ დაკვირვებით წავიკითხავთ წმინდა წერილს, სახარებებს, რომლებიც გადმოსცემენ
იესო ქრისტეს სამწუთისოფლად მოქალაქეობას ცხოვრებას, ვნახავთ, რომ უფალი იესო ქრისტე დროის უმეტეს ნაწილს ატარებს სწორედ სოციალურად დაუცველ ფენასთან, მათხოვრებთან, ავადმყოფებთან და ამ შემდეგ. ერთადერთი ადგილი, სადაც ჩანს, რომ იესო მიიღო ნივთი ფუფუნებისაგან, ეს იყო ის მომენტი, როდესაც მარიამმა ძალიან ძვირფასი ნელსაცხებლით სხო იესო ჯვარცმამდე. დანარჩენი, რაც შეეხება მთელ ამ ამბავს, წერია სახარებაში, რომ იესოს და მის მოციქულებს როგორცაც ჩანს, წირავდა ხალხი გარკვეულ თანხას იმისთვის, რომ მათ განეხორციელებინათ მსახურება. ვიცით ხო, რომ იუდა მოციქული იუდა გახდათ ყულაბის მეპატრონი. დიახ. მაგრამ ვერსად ვერ ხვდებით იმ სიუჟეტს, სადაც აღწერილი იყოს, რომ უფალი იესო ქრისტე და მისი მოციქულები ცხოვრობდნენ ფუფუნებაში. ერთი მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულიერი მსახურების განსახორციელებლად მართლაც საჭიროა ფინანსურ მატერიალურ საშუალებები. თანამედროვეობაზე რომ ვთქვათ ახლა, სასულიერო პირს სჭირდება ტრანსპორტი, სჭირდება თანხა იმისთვის, რომ საწვავი იყიდოს და ამ შემდეგ, მაგრამ რასაც ქვია ფუფუნება, მე ვფიქრობ, რომ ეკლესიას არ აქვს უფლება იცხოვროს ფუფუნებით, იმის გამო, რომ დღესაც ეკლესიას ძირითადად ურთიერთობა უხდება სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან, ადამიანებთან. ამიტომ მართალი გითხრათ, ცოტა უხერხული წარმოსადგენია, როდესაც მიდიხარ ღარიბი Toyota Prado-ში ხდება რომელიმე როდესაც მიდიხარ ღარიბ ადამიანთან, ღარიბ ოჯახში, სტუმრად, მათ გასამხნევებლად, მოსანახულებლად და აბსოლუტურად არაადეკვატურია ის დონე, რაც არსებობს, ის განსხვავება უпроსტად, რაც არსებობს ღვთისმსახურსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ღვთისმსახური მოძღვრავს. ასე რომ ალბათ ამის გათვალისწინება მართებს ეკლესიას. ეს არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ერთი ეკლესიის პრობლემაა, ეს ზოგადად ყველა ეკლესიის ცხოვრება შეიძლება იყოს ასეთი მომენტი. ქრისტეს ეკუთვნის ასეთი ფრაზა, რომელიც ქვიან უკვე გამოიყენეს ხოლმე, ასე ვთქვათ, ძალიან სოციალისტურად ეჩვენებათ ხოლმე, ხო, რომ აი მდიდარი ვერ შევა სასუფეველში, უმალ აკლემი გაძვრება ნემსის ყუნწში. ეს როგორ უნდა გავიგოთ? ბიძინა ივანიშვილი ან კახა ბენდუკიძე შესაძლებელია ცხონდნენ აქედან გამომდინარე, რადგან ისინი არიან სიმდიდრის მეპატრონეები, არა? ქრისტიანული სწავლების მიხედვით შესაძლებელია თუ არა ეს ორი ადამიანი ცხონდეს, მაგრამ კი, და სხვა მრავალი. კი, თავისუფლად შესაძლებელია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ბატონი კახა ბენდუკიძე ცხონდნენ, როცა უფალი ამბობდა, რომ დიდარი ვერ შევა სასუფეველში. არ გულისხმობდა იმას, რომ თუ ადამიანი დიდარია, შეძენილი აქვს ქონება, ფინანსურად ძლიერია, აი ამის გამო ვერ შევა. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ღარიბი შევა სასუფეველში, რადგან ღარიბია. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ წმენის მიხედვით ხდება სასუფეველში შესვლა და არა იმის მიხედვით, რამდენი გაქვს და რა გაქვს. როგორც ჩანს, უფალმა იგულისხმა ამ შემთხვევაში ის, რომ ადამიანი არ უნდა იყოს გადაგებული ამ სიმდიდრეზე და ცხოვრების მიზნად არ უნდა ქონდეს ნაქცევი სიმდიდრე და რა თქმა უნდა არ უნდა ქონდეს მოხვეჭილი სიმდიდრე ძარცველობით, ქურდობით და ასე შემდეგ. მე უფემერა ცოტა ხნის წინ საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გაიყინა ადამიანი სიცივისკენ. ქრისტესაც სიოდა ხო, ისინი ეძებდნენ ადგილს, სადაც იმშობიარებდა. ქვეყანაში, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ აი სწორედ აი ამ ბაგაში დაბადებული ღმერთის წამს როგორ ხდება, რომ ადამიანები იყინებიან ქუჩაში და რას აკეთებს ბაპტისტურ ევანგელური ეკლესია იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, რომ შეეწიოს, ასე ვთქვათ, ყველაზე უმწეოებს ხო ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენი ეკლესიისთვის რამოდენიმე საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ეს არის განათლება, ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სასულიერო პირები განათლებულები იყვნენ, მიიღონ კარგი თეოლოგიური განათლება,
მეორე ეს არის ევანგელიზაცია, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ იმისათვის, რომ ღვთის სიტყვა ვიქადაგოთ და ღვთის სიტყვა გავზიაროთ ადამიანებს და მესამე ეს არის სოციალური მსახურება. ჩვენ ძალიან ხშირად პროტესტანტულ ეკლესიებს ბრალს დებენ იმაში, რომ პროტესტანტული ეკლესიები აქცენტს აკეთებენ წმენით გადარჩენაზე და თითქოს ჩვენ უგულებელ ყოფილი გვაქვს საქმეები. კეთილი საქმეების კეთება. რა თქმა უნდა, წმენა არის ლოკომოტივი. სავსეა ქართული საეკლესიო პრესა ამ ბრალდებებით, რომ პროტესტანტებს წამთ, რომ უბრალოდ მაგ წამდეს ქრისტე და არაფერი. წმენა ეს არის ლოკომოტივი ამ შემთხვევაში, წამყვანი, იმიტომ რომ ჩვენ წმენით მადლით ვარ გადარჩენილები წმენის მეშვეობით. თითოეული ჩვენთაგანი არის ცოდვილი, მაგრამ წმენა არის მნიშვნელოვანი და იმისათვის რომ ჩვენ ეს დახსნა, ეს გადარჩენა მივიღოთ, მაგრამ ავტომატურად ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ კეთილ საქმეებს. იმიტომ რომ წმინდა წერილში ასევე წერია, რომ წმენა საქმეთა გარეშე მკვდარი არის. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს დავაბალანსოთ. ჩვენს კაპელაში გვაქვს ორი ძალიან კარგი ფრესკა. ერთი არის დაკარგულ ძეზე, რომელიც მიანიშნებს იმას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს უთხრათ, რომ მათ ესაჭიროებათ მამასთან დაბრუნება. იგავი დაკარგულ ძეზე. სწორედ ამაზე მოგვითხრობთ, არა? უძღების შვილის იგავი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ის სახლში არის, ის მამასთან არის. ადამიანი ფიქრობს ამას, იმიტომ რომ ის მონათლულია ეკლესიაში დადის, ღვთისმსახურებებს ესწრება და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანისათვის წმინდა ცხოვრება, არა? რაც შეეხება საქმეებს, საქმეები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს კაპელაში მეორე ფრესკა არის გადმოგცემს ამბავს და ისტორიას გულმოწყალე სამარიტელზე. ანუ აქ ლაპარაკი არის ადამიანების დახმარებაზე, ისევე როგორც სამარიტელმა დახმარება აღმოუჩინა იმ ადამიანს, რომელიც სასიკვდილოდ იყო ფაქტიურად გამეტებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს. ჩვენ ომის შემდეგ, როდესაც ომი იყო რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ჩვენს ცენტრში მივიღეთ 50-მდე დევნილი. და იმის გამო, რომ საქართველოში და თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო პირობები ჰქონდა, ჩვენთან ტოლთა და განსახლების სამინისტრო აგზავნიდა ფეხმძიმე ქალბატონებს და ჩვენ დღევანდელ დღეს ძალიან ვამაყობთ იმით, რომ რამოდენიმე ქალბატონმა ბავშვი სწორედ მაშინ შობა, მაშინ დაბადა, როდესაც ისინი ჩვენ ცენტრში იმყოფებოდნენ. მეფე, მერაბ, სწორად გამიგეთ, ახლა ჩემს მაყურებელს, ხო? როცა საქმე უმცირესობებს ეხება ხოლმე, აინტერესებს დაფინანსების წყარო. მე აუცილებლად ვიტყვი ამას, რა თქმა უნდა. ეს ინტრიგა ყოველთვის არსებობს, ხო? აუცილებლად ვიტყვი, ჩვენ დასამალი აბსოლუტურად არაფერი არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ღიად საქმიანობთ. ჩვენ ამ სოციალური პროექტების განხორციელებაში ერთ თეთრს არ ვიღებთ სახელმწიფოდან. ჩვენ 100%-იან დაფინანსებას ვიღებთ საზღვარგარეთიდან. ესენი არიან სამი ორგანიზაცია არის ერთად, ეს არის შვეიცარიული ორგანიზაცია Corvus-ი, არის ჰოლანდიური ორგანიზაცია მოდი დამეხმარე და მესამე ორგანიზაცია არის გერმანიაში დიაკონისელთა სამსახური. ამ სამი ორგანიზაციიდან ვიღებთ დახმარებას. რა თქმა უნდა, ძალიან საწყენია, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ, რომ ჩვენ დაფინანსებას ვიღებთ უცხოეთიდან, არა? მაგრამ წარმოვიდგინოთ, ეს ფული ხო სახელმწიფოში შემოდის. სახელმწიფოში შემოდის. ეს ფული ხმარდება ქართულ ოჯახებს, ვინაიდან ჩვენს სამსახურში ადამიანები არიან დასაქმებულები. პლუს ამას, ისინი ვინც დასაქმებულები არიან, საშემოსავლო გადასახადს იხდიან და სახელმწიფო ბიუჯეტში ფული შეაქვთ. გარდა ამისა, ეს ხალხი, რომელიც ცხოვრობს, მაგალითად ჩვენთან მოხუცებულთა სახლში, 50 მოხუცებული ცხოვრობს და სიცოცხლის უკანასკნელ წლებს ისინი ატარებენ ძალიან თბილ და სიყვარულით სავსე გარემოში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს წმინდა ნინოს ორდენი. ეს ორდენი ემსახურება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. და ჩვენი დები, მოხალისეები, ექთნები, ექიმები მიდიან გაჭირვებულ ოჯახებში და მათ ისინი სხვადასხვა დახმარებას უწევენ ამ ოჯახებს და მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად დაახლოებით 400-მდე პაციენტი იღებს
ამ სამსახურის მიერ დახმარებას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს გორში ორი ძალიან კარგი პროექტი დევნილებისათვის. ეს არის ერთი უფასო სასადილო, სადაც 60-მდე ადამიანი იღებს კვირაში 6-ჯერ ცხელ ულუფას და ასევე დევნილები, რომლებიც კომპაქტურად არიან დასახლებულები ერთ-ერთ შენობაში, გორის ყოფილ მეორე ბაგა-ბაღში, ყოველდღიურად 65 პურს იღებენ ოჯახები. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლო პროგრამები წერომაში დევნილებისათვის და მათ ამ ბავშვებს და ახალგაზრდებს ვეხმარებით, რომ ჯეროვანი განათლება მიიღონ. ესენ ძირითადად ვამზადებთ მათ ისეთ საგრებში, რომელიც საჭირო არის უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, რა. გარდა ამისა, გვაქვს ქუჩის ბავშვების პროექტი და ძირითადად ესენი არიან ბავშვები, ქურთი ეროვნების ბავშვები. ჩვენთვის ძალიან სატკენია და საწყენია ის, რომ ეს ბავშვები განიცდიან ძალიან დიდ დისკრიმინაციას. მათ ფაქტიურად ადამიანებად არ თვლიან და ადამიანებად არ უყურებენ. გარდა ამისა, გვაქვს დღის ცენტრი, სადაც სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჩვენი პედაგოგები ასწავლიან სხვადასხვა საგნებს, ამზადებენ საგნებში და ასევე ეს ხდება განურჩევლად რწმენისა. რა თქმა უნდა. და ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენგან დახმარებას იღებენ, რომ ჩვენს რწმენაზე გადმოვიდეთ. მე გთხოვდი თქვენ, რომ თუ შესაძლებელია თქვენი ტელევიზიისთვის ჩახვიდეთ გორში, სადაც ეს პროექტი ხორციელდება და შეხვდეთ იმ მოსახლეობას, თუ ჩვენ ერთხელ მაინც გვეთქვას, რომ მათ რწმენა შეიცვალონ და მართლმადიდებლობიდან გადმოვიდნენ ბაპტისტობაზე. ასეთ რამეს ვერც ერთი ვერ იტყვის, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი მოთხოვნა, რომ ჩვენი ეკლესიის წევრთა რიცხვი გავზარდოთ და ვიღაცა გადმოვიბიროთ. რა რაოდენობის ბაპტისტია საქართველოში ახლა მეუფე ილია? თუ შეიძლება დავამატებდი მეუფე მერაბის ნათქვამს და შემდეგ გავცემ პასუხს. რატომ არის საჭირო ბალანსი რწმენასა და საქმეს შორის? და ჩვენ ვამბობთ, რომ მახარებლობა ნიშნავს ახარების გადაგებას სიტყვით და საქმით. როდესაც უფალი იესოს კითხეს, რომ რომელი იყო ყველაზე დიდი მცნებები, უფალმა თქვა, რომ პირველი მცნება შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოველთა გონებითა, შენთა გულთა, შენთა და ამ შემდეგ და მეორე ამის მსგავსია შეიყვარე მოყვას შენი ვითარცა თავი შენი. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მას სამს ღმერთი, უყვარს ღმერთი. სად და როგორ უნდა გამოვლინდეს მისი რწმენა? აი ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ მოყვასი სიყვარული არის როგორც კატალიზატორი. რამდენად ზრუნავ შენ ადამიანზე, მის პრობლემებზე, მის გასაჭირზე, რამდენად თანაუდგები მას ამ გაჭირვებაში, ეს არის პირდაპირ დაკავშირებული როგორ გწამს ღმერთი. აი ამიტომ ჩვენი ეკლესიაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სიტყვით ქადაგებას ახარების, ასევე აი ამ სოციალური პროექტებით, რომელიც უშუალოდ მიმართულია ადამიანების კეთილდღეობისკენ. რა რაოდენობის ბაპტისტია საქართველოში? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მასშტაბები მინდა შევადარო, მე ცოტა რამ ვიცი საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ. მე მოგახსენებთ დაახლოებით 2004-2005 წლის სტატისტიკას. საქართველოში არის 5000 მრევლი ბაპტისტური ეკლესიის. ამას გულისხმობ ჩვენ ვეძახით ეკლესიის წევრებს, რომლებიც მოზრდილ ასაკში არიან მონათლულები, მაგრამ მთლიანი თემის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 17000. 17000 ადამიანი. რამდენად ჩართულია ბაპტისტური თემი საქველმოქმედო საქმიანობაში? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ აი მაგალითად იუტას შტატში მორმონები ხარჯავენ ქველმოქმედებაში წლის განმავლობაში, ანუ 200 მილიონს ქველმოქმედებაში, ანუ იმდენივეს, რამდენსაც შტატის ხელისუფლება ხარჯავს ჯანდაცვაში, მაგალითად. მრევლის წევრების ჩართულობა მორმონულ ეკლესიაში არის ძალიან დიდი. და ზოგადად ამერიკაში ასე ხდება ხო, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციები, რელიგიური საქველმოქმედო ორგანიზაციები ბევრად წარმატებულები არიან, იმიტომ რომ დიდია მრევლის ჩართულობა. აქ როგორ შეაფასებდით ამას? რამდენად მონაწილეობს ბაპტისტური თემი თქვენ საქველმოქმედო საქმიანობაში? დიდი სიამოვნებით ჩვენი ბაპტისტური ეკლესიის წევრები
არიან ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან ადამიანები, რომლებიც პენსიონერები არიან, უმუშევრები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეიძლება არ დავაფასოთ ის მოწადინება და ის წვლილი, რომელიც ამ ადამიანებს შეაქვთ საქველმოქმედო საქმიანობის დაფინანსებაში. ჩვენ პერიოდულად ვაკეთებთ ხოლმე განცხადებებს სხვადასხვა სოციალურ პროექტებთან დაკავშირებით და ვიღებთ შემონაწირებს ჩვენი ეკლესიის წევრებიდან. მართალია ეს არის მოკრძალებული იმ ფინანსებთან შედარებით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ უცხოეთიდან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ სიღარიბეში არ ისწავლის ადამიანი გაცემას, მას აუცილებლად და ძალიან გაუჭირდება სიმდიდრეში და ფუფუნებაში გაცემა. ეს უცხოეთიდან შემოსული ფული ძალიან კი ჟღერს ხოლმე, ხო ესე, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო საქველმოქმედო ფონდი ლაზარე თავისუფლად იღებდა პროტესტანტული ორგანიზაციებისგან ფულს, მათ შორის კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ფონდი ფინანსდება, სხვადასხვა პროექტი ფინანსდება სწორედ პროტესტანტული საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან, ეს მაყურებლისთვის, იმ მაყურებლისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ უცხოეთის ფული ბინძური. მეუფეილია, მე სურს კითხოთ ბაპტისტური ეკლესიის ისტორიის შესახებ საქართველოში. როდის იწყება ბაპტისტური ევანგელური თემის ცხოვრება საქართველოში და რა ცვლილებები განიცადა მან? კეთილი. ევანგელური ბაპტისტური ეკლესიის ისტორია საქართველოში იწყება მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან. 1862 წელს საქართველოში ჩამოვიდა გერმანული წარმოშობის მისიონერი, რომელიც ლიტვაში დაიბადა და გაიზარდა, მარტინ კალვაიტი, რომელიც შეუდგა ქადაგებას, სახარების ქადაგებას და რომელმაც ჩაატარა პირველი ბაპტისტური ნათლობა. რა არის ბაპტისტური ნათლობა? ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვილებს და მცირეწლოვან ბავშვებს არ ვნათლავთ. იმიტომ რომ ჩვენი აზრი, ჩვენი შეხედულებით, ქრისტიანობა ეს არის ადამიანის ცნობიერი არჩევანი, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვნათლავთ ადამიანებს მოზრდილ ასაკში, მაშინ როცა მათ შეუძლიათ რა ასაკში? ეს შეიძლება იყოს 11 წელი, შეიძლება იყოს 20 წელი, შეიძლება 15 წელი და ასე შემდეგ. 11 წლის ასაკში ახლა შეიძლება ვინმე შეგადავოთ, რომ რამდენად გაცნობიერებული შეიძლება კონდეს ბავშვს. კი, ამ შემთხვევაში ხდება ინდივიდუალური გასაუბრება და მე მაგალითად მომსწრე ვარ 11 წლის ბავშვი მოზარდი, რომელიც ამოწმებდა, რომ სწამდა ღმერთი, რომ ლოცულობდა, რომ კითხულობდა და სურვილი ჰქონდა ეცხოვრა ქრისტიანული ცხოვრების წესით. და ასეთ შემთხვევაში რატომ უნდა დაუდგეთ წინ ამას აქში ნათლობას. ამიტომ ამას გულისხმობ, რომ მოზრდილ ასაკში მონათლა მარტინ კალვაიტმა მდინარე მტკვარში პირველი ბაპტისტები. აი აქედან იღებს სათავეს ბაპტისტური ეკლესია. პირველი მრევლი, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე ძირითადად იყვნენ ეთნიკური რუსები, რომლებიც გადმოსახლებულები იყვნენ საქართველოში, რუსეთის შიდა გუბერნიებიდან და ეთნიკური გერმანელები. თუმცა უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში ეკლესიას შემოერთნენ ქართველები, მათ შორის ილია კანდელაკი, რომელიც გახლავთ მოწამე, რომელიც სამახარებლო საქმიანობის გამო 1927 წელს მოკლული იქნა ჩეკას დავალებით. ეს პირველი ბაპტისტი ქართველი მოწამეა. რა ცვლილებები განიცადა ბაპტისტურმა თემამ, იმიტომ რომ აი ბაპტისტების შესახებ ხო ანაფორა ხო განსხვავებული წვერი, რომელიც ანუ ძალიან გავხართ მართლმადიდებელ ეკლესიასაც და მიუხედავად ამისა, რომ იმისა, რომ ხართ პროტესტანტები, ხო? აი ეს სინთეზი როგორ მოხდა და როდის მოხდა? ეს ყველაფერი უკავშირდება მთავარეპისკოპოს მალხა სონღულაშვილის სახელს, რომელმაც დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო საეკლესიო რეფორმები. რატომ გახდა საჭირო ამგვარი რეფორმა და რატომ არის რომ ქართველი ბაპტისტები ვიზუალურად სხვანაირად გამოიყურებიან, ხატები გვინახავს თუნდაც, მაგრამ ხოლმე სასულიერო პირთა ვიზუალზე აქ საუბარი, ხო მთლიანი ესთეტიკა და წესჩვეულებებია და განსხვავებული. ეს ალბათ უკავშირდება ჩვენს იდენტობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ როგორც ბაპტისტები
ვართ მემკვიდრენი ერთის მხრივ დასავლური რადიკალური რეფორმაციისა და მეორეს მხრივ ქართული კულტურისა, სადაც ჩვენ დავიბადეთ, გავიზარდეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა არსებობდეს ხიდი ეკლესიასა და საზოგადოებას შორის. საზოგადოებას უნდა ესმოდეს ეკლესიის. პირველ ეტაპზე იმის გამო, რომ ძირითადად ეგრეთ წოდებული მოლოკნები იყვნენ ბაპტისტური თემის მრევლი, მათ შემოიტანეს ეკლესიაში ძალიან ნეგატიური შეხედულება და დამოკიდებულება ყველაფერი იმის მიმართ, რაც არის მართლმადიდებლური. აქედან გამომდინარე, ისინი ემიჯნებოდნენ ამ ტრადიციებს, ადგილობრივ კულტურას და აი ამ სულისკვეთება მოაღწია ბოლო დრომდე. გნებავთ რამოდენიმე მაგალითს გეტყვით, როგორ აისახებოდა ეს პრაქტიკულ ცხოვრებაში. მაგალითად, მე ევანგელური ბაპტისტური ეკლესიის მრევლი გავხდი 1999 წელს. და აი ამ წლებში მაგალითად ჩვენი უფროსი თაობის მსახურებისთვის მიუღებელი იყო ღვინის დადგმა მაგიდაზე. წარმოიდგინეთ ახლა ქართულ ოჯახში გესტუმრებათ სტუმარი და ღვინოს არ დადგავ მაგიდაზე იმის გამო რომ სასმელის მიმართ იყო ასეთი დამოკიდებულება ცოდვა სასმელის მიღება. ძალიან უარყოფით დამოკიდებულება იყო მაგალითად ქართული ცეკვის მიმართ. და ეს მიღებული იყო როგორც წუთისოფლის ხელოვნება. სხვათა შორის მართლმადიდება მშობელთა კავშირსაც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით პრობლემები, რომ იცოდეთ. ეს ეროვნული ნიშა კი გვაქვს ხოლმე ჩვენს ასე ვთქვათ ექსტრემისტულ რელიგიურობაში, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ აი ქართული ცეკვა არის ცოდვა, იმიტომ რომ იოანე ოქროპირის აი რაღაც ნაწერი ჩვენ ესე გავიგეთ. განაგრძეთ. ცეკვის მიმართ ხო, კულტურის მიმართ რაღაც ესეთი სექტა, ნამდვილი სექტა გულისხმობს იმას, რომ კულტურის მიმართ ასე ვთქვათ რადიკალურად გამიჯვნა ხდება რა. აქტიურად ეს იყო იზოლირებულ მდგომარეობაში ცხოვრება და მსახურება. მაგრამ აი ამ საეკლესიო რეფორმების მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ჩვენ ბაპტისტურ თემს მიეღო ის კულტურა, ის ტრადიციები, რომლის წიაღშიც უწევდა არსებობა. ამიტომ ჩვენი ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, ლოზუნგი გახდა, რომ ჩვენ გვინდა ეკლესია არა ეკლესიისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის. და იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს, ვინ ვართ ჩვენ, საჭიროა საზოგადოებას იმენაზე დაელაპარაკო, რაც ესმის. მაგალითად, ძნელი წარმოსადგენია ჩვენი საზოგადოებისთვის პიჯაკში და ესე ჰალსტუხში გამოწყობილი ღვთისმსახური, რომელიც ბიბლიას ქადაგებს. რადგან ოდითგანვე მიღებულია, რომ სასულიერო პირს უნდა კონდეს შესამოსელი და ასე შემდეგ. ეს პავლეს ცნობილი გამოთქმა, რომ ბერძენთან ბერძენი დიავი, იუდეველთან იუდეველი, ქართველებთან. დიახ. სწორედ იგივე ფრესკების მომენტი, რომ ეკლესიაში როცა შედის ადამიანი, აი ხომ მეგიყურებთ და გულზე არის ღვთისმშობელი გამოსახული, ხო მაჩად? დიახ. ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ, საფუძველი რწმენის ღვთის განკაცების სიმბოლო. და სწორედ ამას ვატარებ ჩვენ ეპისკოპოსები, პანაღიას. მე მსურს დაგისვათ ის კითხვა, რომელსაც ყველა უმცირესობას ვუსვამ. დისკრიმინაციის ფაქტები საქართველოში როგორ გრძნობს და როგორი ასე ვთქვათ, მგრძნობელობა ამის მიმართ ბაპტისტური თემის. აი ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ მინარეთის დადგმის შემდეგ საპროტესტო ლოცვები, ხო? ქრისტიანების მხრიდან რომ მინარეთი არ უნდა აღმართულიყო, ჩვენ ვიხილეთ როგორ უყვიროდა მასა პრეზიდენტ მარგველაშვილს, როცა ის ანთებდა ხანუქას, ეს საერთოდ ახალი მგონია ანტისემიტიზმის ასეთი გამოვლინება ცენტრალურ მოედანზე. რა შობს ამ შეუწყნარებლობას და მე ვფერმერებ თქვენ გითხავთ უშუალოდ ბაპტისტური თემის დისკრიმინაციაზე საქართველოში. საიდან იშვა ეს ყველაფერი? ანტისემიტიზმი თბილისის ქუჩებში. პირველ რიგში მე მინდა როგორც ქრისტიანმა ბოდიში მოუხადო ჩვენს ძმებს და დებს, ებრაელებს, რომლებსაც სურდათ რომ და რომლებმაც გადაიხადეს ხანუქას დღესასწაული თავისუფლების მოედანზე და რომლის დროსაც აი ეს ექსცესი დაფიქსირდა, უსიამოვნო ინციდენტი. ანტისემიტიზმი ეკლესიისთვის ახალი არ არის. ამას ძალიან ღრმა ფესვები აქვს, ასე ვთქვათ. და თეოლოგიაში არის ასეთი
ტერმინი ჩანაცვლების თეორია. ვიცით რომ უფალმა ღმერთმა მოირჩია ებრაელი ხალხი, რომელთაც გადასცა თორა მოსე წინასწარმეტყველის მიერ უგზავნიდა წინასწარმეტყველებს ისრაელიანებს, ისრაელიანები წერდნენ ბიბლიას 15 საუკუნის მანძილზე და სწორედ მათ წიაღში იშვა მაცხვარი იესო ქრისტე. ვიცით რომ ისრაელიანები არიან წარმოადგენენ ღვთისმრჩეულ ერს. მაგრამ ეკლესიამ რატომღაც მე ვფიქრობ ვერ გაიგო და მკვეთრად გამიჯნა ძველი და ახალი აღთქმა. თვითონ სახელწოდებაც მიგვანიშნებს ძველი და ახალი აღთქმა და ისე ჩანს რომ თითქოს იესო ქრისტემ ახალ რელიგიას ჩაუყარა საფუძველი. ამიტომ რადგანაც იესო ჯვარს გააკრეს იერუსალიმში, ეკლესიამ ჩათვალა რომ ამაში დამნაშავეა მთელი ებრაელი ერი და აბსოლუტურად გამიჯნეს ასე ვთქვათ იუდაიზმი და ქრისტიანობა და სახეზე მიიღეს ანტისემიტიზმი. ანუ თქვეს რომ ამერი და რადგან მათ ქრისტე არ მიიღეს, ისინი აღარ წარმოადგენენ ქრისტე თავად ებრაელი იყო, ხო? მისი 12 მოციქულიანი, არა? აღარ წარმოადგენენ ისინი რჩეულერს, რადგან არ მიიღეს მესია, ამიტომ დაიბადა ახალი რჩეული ერი, ქრისტიანები, როგორც ასეთი. ჩანაცვლება მოხდა. მინდა გითხრათ რომ წმინდა წერილი ახალი აღთქმა რაზეც დგას ჩვენი რწმენა და ეკლესია, ყველა ეკლესია აბსოლუტურად ამ ცის ქვეშეთში ცალსახად მიანიშნებს რომ ღმერთს უარი არ უთქვავს თავის ერზე, რომ ისრაელი რჩება ღვთისმრჩეულ ერად და იესო მოევლინა იმისთვის რომ არაებრაელები შემოერთოს ამ ზეთისხილის ხეს, როგორც სიმბოლურად ამბობს ამას პავლე მოციქული და გახადოს ერთნი. ისინი ამბობდნენ, ხო, ისინი ვინც აპროტესტებდნენ, რომ ყველა ებრაული დღესასწაული, რადგან მათ არ მიიღეს ქრისტე, არის არსშივე ღვთისგმობა, რამე უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ჩვენ შეურაცხყოფილად ვიგრძნოთ. არა, საკმარისია უბრალოდ აღასრულონ საკუთარი ღვთისმსახურება, ეს უკვე არის ქრისტეს შეურაცხყოფა, რადგან უნდა მოვიდეს მესია, რომელიც იქნება ცრუ მესია, ანუ ანტიქრისტე. აი, ამას რას უპასუხებთ? მოდით ჯერ ვთქვა დღესასწაულებთან დაკავშირებით. მე პირადად როგორ მესმის ყველაფერი ეს. მე ვფიქრობ, რომ ქრისტეს ახალი რელიგია არ ჩამოუყალიბებია, ქრისტე მიქადაგა იგივე ღმერთი, რაც ჩანს ძველ აღთქმაში, ძველსა და ახალ აღთქმაში ჩანს ერთი ღმერთი. მეორეც, ქრისტეს მკვეთრად არ გაუმიჯნია იუდაიზმისგან, როგორც რელიგიისგან და იუდაური კულტურისგან თავისი მიმდევრები. ამიტომ ხედავთ, რომ იესო მოწაფეებთან ერთად დადის ერთავად ტაძარსა და სინაგოგაში და როცა მოხდა იესოს ჯვარცმა მკვდრეთით აღდგომა და ამაღლება, ჩვენ ხედავთ, რომ მოციქულები აგრძელებენ იგივეს. ერთავად ტაძარში იუდეო-ქრისტიანული კულტურა, რა მთელი 4 საუკუნე კონსტანტინე. დიახ. ანუ მკვეთრად არ გაუმიჯნია, ასე ვთქვათ, და ჩემთვის ქრისტიანობა ნიშნავს, რომ გიყვარდეს ის, რაც ქრისტეს უყვარდა და ნეგატიური დამოკიდებულება ქონდეს იმის მიმართ, რაც ქრისტესთვის იყო მიუღებელი. ჩვენ ხედავთ, რომ უფალი იესო ყველა იუდაურ დღესასწაულს მთელი გულით ზეიმობს. ხედავთ პასექის დღესასწაულზე იესოს მონაწილეობას, ხანუქას და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ანუ ყველა დღესასწაული იესოსთვის და მისი მოციქულებისთვის იყო ძალიან ძვირფასი. ხო, მაგრამ ახლა ამიტომ ჩემთვის როგორც ქრისტიანისთვის ის რა ძვირფასი იყო, ქრისტესთვის ჩემთვისაც ძვირფასია. მე დარწმუნებული ვარ, რომ რომელიმე მოციქული დღეს რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ ამ პავლე ან პეტრი, აუცილებლად იქნებოდნენ თავისუფლების მოედანზე. შეუერთებოდნენ თავის ხალხს და გადაიხდიდნენ სათბურების დღესასწაულს, კურთხევის და განახლების დღესასწაულს. და თუ პეტრე წავიდო და მეც წავიდოდი აუცილებლად. როგორც ქრისტეს მიმდევარი. აი იმის გამო და ამ ყველაფერ ამ მიზეზის გამო ჩემთვის პირადად აბსოლუტურად მიუღებელია, რომ იუდაურ დღესასწაულებს უწოდოთ რაღაც ძველი აღთქმისა, რომელიც გაუქმებულია, მიუღებელია და ამ შემდეგ. ეს ასე არ არის. მეუფემერა, რა დისკრიმინაციის ფაქტებს აწყდება ბაპტისტური თემი საქართველოში? მინდა გითხრათ, რომ როდესაც ეს ძალიან არის დამოკიდებული ხელისუფლების ნებაზე. როდესაც ხელისუფლება არის უწოდების სიმაღლეზე, მაშინ ეს დისკრიმინაციის ფაქტები კლებულობს ხოლმე. მაგრამ როდესაც ხელისუფლება მოეშვება
მაშინ ეს დისკრიმინაციის ფაქტები ძალიან მრავლდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევადარებთ იმ მდგომარეობას, რომელიც მდგომარეობაშიც ჩვენ ვიყავით დაახლოებით 15 წლის წინათ. როდესაც 1999 წლიდან 2002 წლამდე დაახლოებით 100 მეტი თავდასხმას ჰქონდა ადგილი რელიგიური უმცირესობების მიმართ. ეს დღევანდელ დღეს ბასილ მკალავიშვილის კი, მაშინ სწორედ ამ პერიოდს ეხება ეს ყველაფერი. და ასეთი რაღაცები დღევანდელ დღეს არ გვხდება, მაგრამ ადგილი აქვს აშკარად დისკრიმინაციას, ეს იგრძნობა სკოლებში და მაგალითს გეტყვით ჩემს შვილთან დაკავშირებით. შარშან ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციას ვესწრებოდი თბილისში, როდესაც ჩემი მეუღლე დამიკავშირდა და მითხრა ჩვენი შვილის ამბავი, რომ სკოლის მასწავლებელმა გაკვეთილის მოყოლის შემდეგ კითხა მას, რომ ვინ არის შენი მოძღვარი და თუ გყავს მოძღვარი. და როდესაც ბავშვმა უთხრა, რომ ის ბაპტისტური ეკლესიის წევრი იყო, მასწავლებელი ძალიან გაბრაზდა, ძალიან გაღიზიანდა. ეს თავისი გაბრაზება დაანახა აბსოლუტურად ყველას, მის თანაკლასელებს, მეგობრებს და მე მადლობას ვუხდი ამ ბავშვებს, იმიტომ რომ ამ ბავშვებმა არანაირი სიძულვილი და ნეგატიური დამოკიდებულება ჩემი შვილის მიმართ არ გამოავლინეს, იმიტომ რომ უბრალოდ ბავშვი ძალიან უყვართ და ბავშვთან მეგობრობენ. ამიტომ ასეთ ფაქტებს ადგილი აქვს სამწუხაროდ. ჩვენ შევხვდით სკოლის დირექტორს, შევხვდით სკოლის მასწავლებელს, მათ ბოდიში მოიხადეს ამ ფაქტთან დაკავშირებით და ეს ინციდენტი ამით ამოიწურა. მაგრამ ეს არ არის სამწუხაროდ ერთადერთი შემთხვევა. ასეთ ფაქტებს სამწუხაროდ ჩვენს თემში აქვს ადგილი. ვინ არის დამნაშავე? ვინ არის შეუწყნარებლობის მთავარი მქადაგებელი საქართველოში? შეუწყნარებლობის მთავარი მქადაგებელი ალბათ ამ საზოგადოება უნდა მიხვდეს ამას, ვინ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთ ფაქტებთან გვაქვს ადგილი, რომ შეიძლება სასულიერო პირებიც ხელს უწყობდნენ იმას, რომ ასეთი ფონი შეიქმნას. იმიტომ რომ ჩვენ წმინდა წერილიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ როგორც გინდა რომ შენ გექცეოდნენ, შენც ასევე მოეკეცი სხვებს. მაზოხისტებზე არ მუშაობს ხოლმე ეს. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ გინდა რომ ჩაგრავდნენ? ამას თვითონ მაცხოვარი გვასწავლის ამ დიდ მცნებას, არა? თუ შენ მართლაც მას ცემ თაყვანს, თუ შენ მართლაც მას ემსახურები, მაშინ ამ ცნების წინააღმდეგ რატომ მიდიხარ რა? გარდა ამისა, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ეროვნული და რელიგიური იდენტობა არის შერწყმული ერთმანეთთან. თუ ეთნიკური ქართველი ხარ, აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა იყო და თუ არ ხარ მართლმადიდებელი, მაშინ არ ხარ ნამდვილი ქართველი. ეს არის, მე ვფიქრობ, ძალიან მცდარი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. მე დავიბადე და გავიზარდე საქართველოში. კახეთში. სული და ხორცით ვარ ამ ხალხის, ამ ქვეყნის შვილი. მაგრამ ის რომ მე ვარ ბაპტისტი, ეს არის ჩემი პირადი არჩევანი, გამომდინარე ჩემი პირადი თავისუფალი ნებიდან და ჩემთვის რა თქმა უნდა მიუღებელია რომ ვინმე მე იმის გამო რომ ბაპტისტი ვარ, ჩამთვალოს რომ ვინმეზე ნაკლები ქართველი ვარ. აი ეს დამოკიდებულება სწორედ სკოლებში, სხვადასხვა დაწესებულებებში რა შეიძლება გააკეთოს უშუალოდ უმცირესობებმა, რა შეიძლება გააკეთონ ამისთვის? ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ უმცირესობები ხშირად უბრალოდ არ მიდიან სასამართლოში. და მე მახსენდება ახლა ბაპტისტური ეკლესიის მხრიდან სარჩელი სასამართლოდან გამოტანა ბასილ მკალავიშვილის წინააღმდეგ. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ სამართლებრივი ბრძოლა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ შეუწყნარებლობა მოგვარდეს და რომ ამ შემთხვევაში ქრისტიანული შემწყნარებლობის შესახებ, ასე ვთქვათ, საუბარი აზარალებს აი იმ ბავშვებს, თქვენ შვილს, 50-იანელთა ბავშვებს, რომლებიც საერთოდ არ არიან, ხო, შეხებაში ამ დიდ პოლიტიკასთან. იქნებ გითხრათ, აი, რატომ გამოიტანეთ ბასილ მკალავიშვილის? მე ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევას ერთ იმაში ვერ განვიხილავთ.
ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ მიმართოთ სამართლებრივ ფორმას და ამაში ცუდი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ამით მოვახდეთ პრევენციას. არა და ამით დავიცავთ რელიგიურ უმცირესობებს და ამით დავიცავთ ჩვენ შვილებს. ხოლო რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მეც ჩვენ მთავარეპისკოპოსთან ერთად გავხდით სასამართლოს ხდომაზე, როდესაც მთავარეპისკოპოსმა ჩვენი ეკლესიის სახელით შეუნდო და აპატია და წარმოუდგენელი რამ არის ხო ამდენი დარტყმა ეკლესიას, ამდენი ნათევი ღამე ხო, ამდენი ტკივილი რომელიც ამ ხალხმა მე ვფიქრობ რომ ეს იყო დაცხადებთ რომ უნდა შეუნდოთ. ეს იყო მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორი ნაბიჯი შემდგომ მოვლენებმა ეს გვაჩვენა და დაადასტურა, იმიტომ რომ ამის შემდეგ აშკარად შეიცვალა თვითონ ბასილ მკალავიშვილის დამოკიდებულება და მისი მრევლის დამოკიდებულება როგორც ჩვენი ეკლესიის მიმართ, ასევე რელიგიური უმცირესობების მიმართ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე სულ საყვედურობენ ხოლმე გადაცემის დასასრულს რომ რაღაცები არ ეყოთ, მაგრამ ეს გასაგებია, იმიტომ რომ ამ თემებზე იმდენი ხანი არავის უსაუბრია, რომ ჩვენ ყველაფერს ასე ერთბაშად ვერ ამოვწურავთ. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ.